ნეიროტექნოლოგიების სფერო შთამბეჭდავი მიღწევების ეპოქაში შევიდა. გასულ წელს ტვინის მიკროიმპლანტებმა წარმატებით შეძლეს პარალიზებულ პაციენტებში შინაგანი მეტყველების გაშიფრვა, ხოლო ილონ მასკის კომპანია Neuralink-ის ჩიპებმა უკვე წარმატებით დაუბრუნეს დამოუკიდებლობა 7 პაციენტს. ეს უდიდესი ნაბიჯია წინ ისეთი ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობის საქმეში, როგორებიცაა ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი, პარკინსონი და სხვა. ამ სიახლეებზე უფრო მეც არსენ საფისკვერაძე მოგვიყვება. არსენ, დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან და ყოველ კვირას მოგაქვს ხოლმე საინტერესო ტექნოლოგიური სიახლეები და გისმენთ. მოგესალმებით ლევან ნინი. დღეს ჩვენს გადაცემაშიც გავა სიუჟეტი, სადაც უფრო ცლად იქნება მოთხრობილი იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც უკვე გამოსცადეს Neuralink-ის ნომერი 1 იმპლანტი. მასკის კომპანიის აღნიშნული ჩიპი უკვე აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, რასაც მოწმობს ის 7 პაციენტი, რომლებიც უკვე ვახსენთ. და ამ 7-დან ერთ-ერთი მაგალითისთვის ნოლან დარბო, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაინვალიდა და დღეს მას ყველა კიდური პარალიზებული აქვს. მსოფლიომ პირველად გაიცნო მას შემდეგ, რაც ის იმპლანტის მეშვეობით აზროვნების ძალით თამაშობდა Mario Karts და კომპიუტერზე სხვადასხვა ტიპის მანიპულაციებს ასრულებდა. მოდი მოვისმინოთ 2 პაციენტის ისტორია, რომლებმაც ეს პროცედურა უკვე ჩაიტარეს. ამბავი, რომელიც ერთ დროს სამეცნიერო ფანტასტიკას გავდა 2024 წელს რეალობად იქცა. ნოლან არბო, ადამიანი, რომელმაც 8 წლის წინ უბედური შემთხვევის გამო კისრის ქვემოთ მგრძნობელობა დაკარგა, კაცობრიობის ისტორიაში პირველი პაციენტი გახდა, რომლის ტვინშიც Neuralink-ის ჩიპი ჩაიდგა. დილით გაღვიძების მიზეზიც კი არ მქონდა. მერე ყველაფერი შეიცვალა. ახლა კომპიუტერს ისევე ვიყენებ, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი. ეს ისტორიული ინოვაციაა პარალიზებული ადამიანების დასახმარებლად. ახლა შენ მუსიკის ჩართვა შეძელი? დიახ. მაგარია. ჩიპის ჩადგმა ჩვეულებრივი ნეიროქირურგიული ოპერაციაა და არა უბრალოდ პროცედურა. ოპერაციის დროს 64 თხელი ძაფი პირდაპირ მოტორულ ქერქში თავსდება. ჩიპები კლასიფიცირდება როგორც სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობა და მათი დაყენების ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ კვადრიპლეგია, ანუ 4-ვე კიდურის დამბლა და ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. FDA ლიმიტირებულ რეკომენდაციას გასცემს ჩიპების გამოყენებაზე, რადგან ის ჯერჯერობით კლინიკური კვლევების ეტაპზეა. Hi, my name is Brad. გამარჯობა, მე ბრედფორდ სმითი ვარ და ხშირად ბრედს მეძახიან. ნოლანის გზას სხვებიც გაყვნენ, მათ შორის არის ბრედ სმიტი, რომელსაც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი აქვს. წლების განმავლობაში მისი ერთადერთი კავშირი სამყაროსთან თვალების მოძრაობით კომპიუტერის მართვა იყო. ჩიპის ჩადგმის ოპერაციის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ მისი ხმის ძველი ჩანაწერი გვქონდა. Neuralink-ის თანამშრომლებმა კი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მას ციფრულად ეს ხმაც დაუბრუნეს. ეს ძალიან სასიამოვნო იყო. წლებია არ მომისმენია ჩემი ხმა. I am absolutely doing more with Neuralink. Neuralink-ის წყალობით მე შემიძლია კომპიუტერის მართვა ტელეპათიურად. გარეთ გასვლა და ჩემს შვილებთან ერთად ყოფნა კი ყველაზე დიდი საჩუქარია. Neuralink-ის მიზანი ამბიციურია. პარალიზებულმა ადამიანებმა არა მხოლოდ კომპიუტერის მართვა, არამედ საკუთარი სხეულის ამოძრავებაც უნდა შეძლონ. გონია რომ ეს შესაძლებელია და არც ისე შორი მომავალია, როგორც ხალხი ფიქრობს. მე ამის მჯერა. როგორც ნახეთ უკვე სიუჟეტში, Neuralink-ის როგორც ამერიკული ნეიროტექნოლოგიური კომპანიის მთავარი და ძირითადი მიზანი შეექმნა უნივერსალური ტვინი კომპიუტერის ინტერფეისი და ამ გზით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს დახმარებოდა. ეს ფაქტიურად არის უკვე რეალობა, განხორციელებული და შესრულებული მიზანი და საბედნიეროდ ამ მიმართულებით პროგრესი კვლავ გრძელდება. როგორც არსენმა ახსენა ერთ-ერთი პაციენტი, მას ქონდა ზურგის ტვინის დაზიანება და 4-ვე კიდური აქვს პარალიზებული. ეს არის ნოლანი. გარდა ამისა არის დაავადება ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, რომელიც შენახსენენინი, რომელიც იწვევს კუნთების პროგრესირებას სისუსტეს, რომელიც გარკვეულ ეტაპზე ეხება ასევე სასუნთ კუნთებს, ისევე როგორც ყლაპვის კუნთებს და საკმაოდ ძიმე დაავადება, რომლის გაკვირდება დღემდე არ ხდება სამწუხაროდ, ამიტომაც ეს პროცედურა არის ერთგვარი ბოლო შანსია პაციენტებისთვის, რომ შეძლონ მეტნაკლებად ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა. ძიმე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, რომ ნამდვილად. ხდები ეს ჩიპი, ანუ რაღაცა უბრალოდ ყველას არ ერგება, ასე რომ ვთქვა. ყოველდღიური მოხმარებისთვის ამ ეტაპზე არ განიხილება ნამდვილად საკმაოდ ძიმე პაციენტებში გამოიყენება, თუმცა კომპანიის გეგმები აღემატება, რომ მხოლოდ ამ ვიწრო სფეროში მოღვაწეობას ახდენს. არსენ, შენთანაც მაქვს შეკითხვა, მაინტერესებს, როგორ მუშაობს ეს ჩიპი?
ხო, როგორც ჩვენ წინა გადაცემებშიც ვახსენეთ, Neuralink-ის ნომერი 1 იმპლანტი წარმოადგენს უსადენო ტვინი კომპიუტერის ინტერფეისს. რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის მონეტის ომის მოწყობილობა, რომელიც რობოტული ქირურგიის მეშვეობით ადამიანის თავის ტვინის მოტორულ ქერქში თავსდება, კონკრეტულად თავსდება 1024 ულტრათხელი ელექტროდი რობოტული ქირურგიის მეთოდის გამოყენებით ადამიანის თავის ტვინის მოტორულ ქერქში, სადაც ის აღრიცხავს ნეირონების აქტივობით წარმოქმნილ სუსტ ელექტრულ სიგნალებს. შემდგომ ჩიპი ამ სუსტ ელექტრულ სიგნალებს აციფრულებს, ანუ მონაცემებად გარდაქმნის, ხოლო ამ გარდაქმნილ მონაცემებს ჩიპის ალგორითმი უკვე ციფრულ ბრძანებებად გარდაქმნის თავის მხრივ და ეს ციფრული ბრძანებები უკვე გარემოწყობილობას გადაეცემა, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს კომპიუტერი და უკვე ადამიანს პაციენტს შეუძლია აზროვნების ძალით მართოს კომპიუტერის კურსორი, კლავიატურა და სხვა ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობა. ცოტა უფრო მეტი რა გავიგოთ თუ როგორ შეიქმნა ეს მოწყობილობა, ახლა შეგვიძლია ვუყუროთ ეთერში მაკაკას სახელად Pagers, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი რომელსაც ჩაიდგა Neuralink-ის ჩიპი თავის ტვინში. თქვენ ხედავთ ახლა ეკრანზე, რომ ის აკონტროლებს მარჯვენა ხელით კურსორს, რომელთაც ეკრანზე არსებულ განათებულ უჯრას უნდა ხელი დააჭიროს. თუ ამას სწორედ შეასრულებდა ეს მაკაკა, ამის შემდგომ იღებდა ბანანის მუდის და ეს იყო მისი მთავარი мотиваცია. როგორც ხედავთ, რამდენიმე წუთში უკვე პროგრამამ შეისწავლა მისი აზროვნება და როდის გაფიქრების შედეგად როდის ამოძრავებდა ეს კურსორი უშუალოდ ამ შუქისკენ და ახლა უკვე ხედავთ, რომ გამორთული არის უკვე ეს კურსორი და მის გარეშე თვითონ აზროვნებით შეუძლია უკვე მოძრაობა ამ კურსორის Pagers და ამითი ახდენს უკვე ამ თავარ დავალებას და იღებს საყოველთაო ბანანს. თავდაპირველად მანქანური სწავლების ალგორითმების დამსახურება, რომელიც ფაქტობრივად ხელოვნური ინტელექტი აკეთებს ამ პრობლემას. ადამიანებში ეს აქტიურად დაინერგება და დაიტესტა მაგალითად. ცხოველებზე რა. კიდე ეს იყო პირველი ეტაპი, რამაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ასევე. ნინი, შენთან მაქვს ახლა კითხვა ალბათ. როგორ ფიქრობ, აი მე ეთიკური ან მორალური პრობლემები ხომ შეიძლება გამოიწვიოს ესეთი იმპლანტირებადი ჩიპის გამოყენება? კი, რაღაცა ყოველთვის არის ესეთი საერთოდ კონტროვერსული საკითხია და ალბათ საკამათოც არის ხოლმე საზოგადოებაში ზოგადად ესეთი ტექნოლოგიური მაგნატები ყოველთვის ცდილობენ ტრანსჰუმანისტული იდეები განავითარონ და ბიოლოგიური წინაღობები დაამარცხონ და ასე ვთქვათ არსებობა გაახანგრძლივონ ადამიანების და რა თქმა უნდა ეს მისასალმებელია, მაგრამ რაღაც ეთიკური ისინი ჩემოდის ხოლმე ადამიანებისთვის მაგალითად ერთი არის რაღაცა არჩევნის თავისუფლების ნაწილი, სადაც ალბათ ადამიანები იფიქრებენ, რომ ვინმე ხომ არ აკონტროლებს მათ ტვინს. შეიძლება ისიც რაღაც სოციალური უთანასწორობის ისიც გააჩინოს, იმიტომ რომ თუ ეს ჯერ არ არის როგორც ვიცი მასობრივ ჩაშვებული და წარმოებაში, მაგრამ თუ ეს გახდა მასობრივი წარმოების, ალბათ ვიღაცაებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება და ამასაც ალბათ შეცვლის და ნუ ასევე ალბათ ბევრისთვის საკამათო იქნება სხეულში უცხო ჩიპის მოთავსება, რამდენად მოეწონებათ. ალბათ ყველა ქვეყანაში არის მსგავსი საკამათო საკითხები. ნამდვილად და ჩვენთანაც ამას მოყვა დიდი გამოხმაურება. არსენ, რომ გითხრათ, რა არის კომპანია Neuralink-ის თავარი მიზანი ამ მოწყობილობაში? კომპანია Neuralink-ის თავარი ბიზნეს განმარტება არის ძალიან საჭირო, იმიტომ რომ საზოგადოება ხშირად შფოთავს ასეთ თემებზე. მე ძალიან მომწონს ეს სიტყვა და კომპანიის თავარი მესიჯიც ეს არის, რომ Neuralink-ის თავარი მიზანი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, რომლებსაც ნევროლოგიური პრობლემები აქვთ, ვერ საუბრობენ, ვერ გადაადგილდებიან, მოძრაობის პრობლემები აქვთ, ამ ადამიანებს დაკარგული დამოუკიდებლობა დაუბრუნოს. ანუ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რაღაცნაირად სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობდა და შემდგომ მაგალითად ნოლანდის ამბავი რომ ავიღოთ, მას უკვე აღარ შეუძლია, ხო, ისეთი ცხოვრებით იცხოვროს, როგორც ყველა კიდურის პარალიზებამდე. ეს ტექნოლოგია მათთვის არის განკუთვნილი, რომ რაღაცნაირად ცხოვრების ძველ ხარისხს და ცხოვრების მაღალ ხარისხს დაუბრუნდნენ. მაგრამ აქ გვაქვს ერთი ძალიან დიდი მაგრამ, რაზეც ექსპერტები შფოთავენ, ესე რომ ვთქვათ. ამ სფეროში ჩართული მაგნატები და ძალიან გავლენიანი ფიგურები, როგორებიც არის მაგალითად ილონ მასკი, სემ ალტმანი და სხვანი ამ სამედიცინო რევოლუციის პარალელურად ასეთი იდეა მაგალითად რომელსაც ილონ მასკი აჟღერებს, რომ ადამიანის გონება და ცნობიერება უნდა აიტვირთოს კომპიუტერში, ეს ყველაფერი სულ მცირე ამ საუკუნეში შეუძლებელია რომ განხორციელდეს, რასაც ექსპერტები ამბობენ და აღნიშნავენ. შემდეგ საუკუნეებში ვნახოთ, მაგრამ ამ საუკუნეში შეუძლებელია და მათი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ადამიანის სხეული არ არის კომპიუტერი, ხოლო მისი ცნობიერება არ არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომ აიღო და კომპიუტერში გადაიტანო. ასევე სემ ალტმანი ვახსენეთ, OpenAI-ის დამფუძნებელი, ChatGPT-ის დირექტორი, ესე მარტივად რომ ვთქვათ, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის ცნობიერება და ხელოვნური ინტელექტი უნდა გაერთიანდეს ერთად და ამით ადამიანის შესაძლებლობები ახალ ეტაპზე ავიდესო. ესეც
ფუქად რომ თქვათ, მეცნიერები ამასაც სკეპტიკურად უყურებენ, რადგან იგივე არგუმენტი რომ ადამიანი არ არის კომპიუტერი და მისი ცნობიერება არ არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ნაზიარები და კავშირში იყოს. ასევე აქ შემოდის სხვა არგუმენტები, რომ ასეთი იდეები უბრალოდ ადამიანებს აშინებთ, ანუ ჩვენც ბავშვები ფანტასტიკის ჟანრია და უტოპისტური, დისტოპიური უпростоრად. და ესეთი იდეები აშინებს ადამიანებს და ხო, ისეთ ნამდვილ პრობლემებზე აქცენტი გადადის, ნამდვილი პრობლემებიდან აქცენტი გადადის არასერიოზულ და რაღაც ფანტასტიკურ იდეებს. ეგრეთ წოდებულ ჩიპები, რომ ჩიპავენ და ასე შემდეგ. დიდი მადლობა არსენ. რაც საინტერესო იყო ამის მოსმენა და იმედი გვაქვს რომ დაიხმარება სწორ აუდიტორიას ეს ყველაფერი და მათთვის იქნება ეგრეთ წოდებული ტრანსჰუმანისტური იდეებით ნეირომეცნიერების რეალური პროგრესი არ შეფერხდება მე იმედი მაქვს და ამის იმედი გაქვთ. კარგი ლოზუნგია. დიდი მადლობა. მადლობა და ყოველ კვირას ძალიან საინტერესო ხოლმე შენი სტუმრობა.